Saksstatis ინფორმაციით რუსეთიდან იმპორტის წილი წინა წლებთან შედარებით მომატებულია, რაც ამჟამინდელი მონაცემებით 10.8% შეადგენს. ამის საპირწონედ შემცირებულია ექსპორტი. ქვეყანაში, სადაც 10,000-ობით ადამიანი ყოველდღიურად აპროტესტებს რუსეთის პოლიტიკის გატარებას, რუსეთს დამოკიდებულება მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეკონომისტის შეფასებით, ყოველმხრივი სავაჭრო ურთიერთობების წარმოება ქვეყანას მომგებიან პოზიციაში ამყოფებს. როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, მის მერე რუსეთთან გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ასე რომ ვთქვათ, ანუ იმპორტის წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა წინა პერიოდთან შედარებით. და ეს ზრდა ჯერ კიდევ მზარდია, მიმდინარეობს. ეს ზრდა თავის თავში მოიცავს იზრდება რუსეთიდან გადმორიცხვები, სხვადასხვა სახის საქონლის შესყიდვის რაოდენობა იზრდება. ანუ ზოგადად რო ვთქვათ, ჩვენ ეს საერთოდ ეკონომიკურ ლიტერატურაშიც ფართოდ არის ჩაწერილი, მათ შორის სოციალისტური ეკონომიკის დროს და ასევე კაპიტალისტური ეკონომიკის მქონე ლიტერატურაში, რომ ვაჭრობა ყველა ქვეყნებთან აუცილებელია ზოგადად. მათ შორის რუსეთთან. ანუ მე როგორც ეკონომისტი ამას ამ კუთხით უყურებ, ჩვენ უნდა ვივაჭროთ როგორც რუსეთთან, ასევე სამხრეთთან, აღმოსავლეთთან და დასავლეთთან ზოგადად ქვეყნები რო არ ჩამოთვალოთ. ვაჭრობა აუცილებელია, თუმცა იგი რუსეთთან ერთის მხრივ საჭირო და მეორეს მხრივ საშიშია, რადგან რისკი, რომ რუსეთი საქართველოსთან სავაჭრო პოზიციას საკუთარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს, დიდია. მაგრამ რუსეთთან ვაჭრობა არის როგორც დადებითი, ასე უარყოფითი შედეგის მომტანი. დადებითია იმ კუთხით, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება, ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად აისახება და გადასახადების წილი იზრდება მთლიან ბიუჯეტში, ხოლო უარყოფით ის არის, რომ ამ ეკონომიკურ აქტივობას და დამოკიდებულებას რუსეთი მერე პოლიტიკურ ბერკეტად იყენებს. ამგვარ სიტუაციაში ჩავარდნილი საქართველოსთვის გამოსავალს ეკონომისტი ბორის ჭიჭინაძე ბაზრების დივერსიფიკაციაში, იმპორტ დამოკიდებულების შემცირებასა და იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკის წარმოებაში ხედავს. ამიტომ ზოგადად ჩემი გათვლით ეს რისკიც უნდა იყოს გათვალისწინებული და ამავდროულად ჩვენ უნდა მოვახდინოთ სხვა ბაზრების დივერსიფიკაცია ქვია ამას. ანუ ის საქონელი ჩვენ რაც შემოგვაქვს რუსეთიდან, ხომ არ შეიძლება თქვა სხვა ქვეყნიდან ვიყიდოთ. ანუ ამ კუთხით უნდა წავიდეს მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია, ეკონომიკის ზრდა მნიშვნელოვანია სხვათა შორის, ამ პერიოდებშიდაც ზრდა ინარჩუნებს ეკონომიკას, ზრდას ასე რომ ვთქვათ. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე თქვენ გადაცემებშიდაც აღვნიშნებ ხოლმე, რომ ეს იმპორტ დამოკიდებულება უნდა შემცირდეს. ანუ განსაკუთრებით იმ პროდუქტებზე, რომლის წარმოების საშუალებაც და შესაძლებლობები ჩვენ გაგვაჩნია. განსაკუთრებით კვების პროდუქტებზეა საუბარი. წეხანაც აღვნიშნეთ, რომ რუსეთთან იზრდება სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, მაგრამ სავაჭრო ბრუნვაში აღსანიშნავია ის, რომ ნეგატიური ის ჩვენთვის ის არის, რომ იმპორტის წილი უფრო იზრდება, ვიდრე ექსპორტი ჩვენი კუთხით. ანუ სავაჭრო ბრუნვა ზოგადად არის იმპორტს პლუს ექსპორტი. ანუ ჩვენთვის კაია თუ ექსპორტი გაგვეზდება რუსეთთან და იმპორტი შეგვიმცირდება. ეხლა რა ხდება? იმპორტი იზრდება, ექსპორტი შედარებით ზრდა არ არის შესამჩნევი ვიდრე იმპორტი. ამიტომ მთლიანობაში ვაჭრობა კარგია, რუსეთთან, მათ შორის ევროპასთან, ამერიკასთან, ნებისმიერ ქვეყანასთან, ოღონდ უნდა ვეცადოთ, რომ იმპორტ ჩანაცვლებითი პოლიტიკა ვაწარმოოთ და ის ტენდენციები, რაც შეინიშნება ქართულ ეკონომიკაში, რომელსაც ჩვენ ეკონომიკურ სტას ვარქმევთ, იმ ზრდის შედეგად მიღებული თანხები უნდა გადავისროლოთ ისეთი პოლიტიკის საწარმოებლად, რომ განვავითაროთ დარგები, რომელიც ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ექსპორტით ასე რომ ვთქვათ. ეს მნიშვნელოვნად დადებითია, როგორც ადგილებზე სამუშაო ადგილების გაზრდას უწყობს ხელს მთლიანობაში, ასევე დოლარზე მოთხოვნას ვიმცირებს. ჩვენ რაც ბეთ საქონელს ვიყიდით რუსეთიდან, ასევე ევროპიდან, ირანიდან თუ ამერიკიდან არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტი შემოვა, რომელსაც ჩვენ იმპორტს ვარქმევთ, მით მეტი ამერიკული დოლარი უნდა გადავურიცხოთ მათ. მაშინ როცა ამერიკული დოლარის შემოდინების წყაროები მეტად შემოსაზღვრულია ჩვენთან. ასე რომ ვთქვათ, ამიტომ იმპორტი უნდა შევამციროთ. და დოლარზე დაწოლა შევამციროთ ასე რომ ვთქვათ. ერთლიანობაში დადებითი ტენდენციის მომტანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი ხელს შეუწყობს საქართველოს უფრო მდგრად ეკონომიკას და რაც მთავარია, უფრო დამოუკიდებელ და უსაფრთხო მომავლის შექმნას. ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს კოორდინაციით კიბოს სკრინინგის პროგრამაში შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად 20-მდე მსურველი ჩაერთო. ისინი ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკის მომსახურებით ისარგებლებენ, რაც შესაძლებელს გახდის პათოლოგიის ადრეულ გამოვლენას. ცენტრში ამბობენ, რომ მონაწილეები საჭიროების შემთხვევაში შემდგომი მკურნალობის კურსსაც უფასოდ ჩაიტარებენ.
ერთობლივად დავგეგმეთ კიბოს კლინიკზე ჩვენი მოქალაქეების მობილიზება ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში. მოგიხსენებათ, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი ავადმყოფობა, მეტნაკლებად იმატა სტატისტიკურმა მაჩვენებელმა, თუმცა ეს პირდაპირ დაკავშირებულია იმ ადრეულ გამოკვლევების მაჩვენებლების მატებასთან და ეს არ ნიშნავს, რომ კიბოს მაჩვენებელმა იმატა. მნიშვნელოვანია ადრეულ ასაკში ამ კვლევის ჩატარება, იმიტომ რომ მთლიანი პროგრამა ფინანსდება შემდგომი ეტაპებიც და ხელმისაწვდომი არის ეს პროგრამა თითოეული მოქალაქისთვის. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეტნაკლებად ჩვენი მოქალაქეები ამ ინფორმაციას ვერ ფლობენ, ამიტომ პირველადი ოჯახის ექიმების მუშაობა არის ძალიან გააქტიურებული, რომ ცნობადობა გაიზარდოს ჩვენი საზოგადოების და იცოდნენ რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს ქვეყანაში, რომელიც მათი ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის არის უპირველეს ყოვლის აუცილებელი და შემდეგ უკვე სასარგებლო შედეგისთვის. დღეს უკვე პირველადი ჯანდაცვაში გულისხმობს საექიმო ამბულატორიებს, აქტივობა იყო მთლიანად ყველა სოფლის საექიმო ამბულატორიაში, თუმცა პირველ ეტაპისთვის მოხდა 20-მდე ადამიანის მობილიზება და მათი ტრანსპორტირება, რომელშიც უკვე მოგვეხმარა თვითონ ქუთაისი, ტრანსპორტირება ქალაქ ქუთაისში. ამ პროგრამაში ასევე ჩართულია მუნიციპალიტეტიდან ამბულატორიული ცენტრი ჩვენი ჯეოხოსპიტალის და ყველა მოქალაქე შეუძლია იქ მივიდეს მომსახურების გაწევის მიზნით. ასე მობილურად წავიდნენ ეს ქალბატონები ამ ეტაპზე კვლევის ჩასატარებლად. მე მინდა წავიკითხო ის ჩამონათვალი, რომელიც უნდა იცოდნენ ჩვენმა მოქალაქეებმა, ვის შეუძლია მიიღოს სამედიცინო სერვისი აი ამ პროგრამის მომსახურებით. ეს არის ძუძუს კიბოს კლინიკი ჩაუტარდება 40-დან 70 წლამდე ასაკის კონტინენტის ქალბატონებს, იგი ითვალისწინებთ მამოგრაფიულ გამოკვლევას, ორ პროექციაში და მამოლოგიურ გასინჯვას, შემდეგ პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაშიც კი უფასოა შემდგომი კვლევა. ძუძუს კლინიკი უფასოდ ჩაუტარდება, ხო, ასევე საშვილოსნოს ხელის კლინიკი 25-დან 60 წლის ასაკის ჩათვლით, მორფოლოგიური კვლევაც უკვე შემდგომი იქნება უფასო, თუ კი რამე საეჭვო შემთხვევა იქნება. სკრინინგი ჩაუტარდება პროსტატის კიბოზე 50-დან 70 წლის მამაკაცებს და ასევე ითვალისწინებს იგი ანტიგენის PCR გამოკვლევას ასევე უფასოდ და არის პროსტატის კიბოს სკრინინგი. სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა როგორც გითხარით მოიმატა და ცნობადობის გაზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის კიდევ მეტად ჩვენს მოქალაქეებში ჩატარებული გამოკვლევების რაოდენობას, ამიტომ მე ჩვენს მოქალაქეებს მივმართავ ადრეულ ასაკში და ადრეულ პერიოდში ეცადონ თუ კი რაიმე სიმპტომებს ამჩნევენ ამ პროფილაქტიკის მიზნით ჩაიტარონ ეს გამოკვლევა და მიიღონ მომსახურების სერვისი. კიბოს კლინიკის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ხორციელდება სახელმწიფოს მიერ, ეს ამის შესახებ რეგულარულად გადაეცემა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ ინფორმაცია მოსახლეობას და არაერთხელ ხდება ჩვენს მიერ ორგანიზება ამ პროცესის მოსახლეობის ჩართვა ამ პროგრამებში. ვესტუმრად ქალაქ ზესტაფონს, სადაც იმერეთის რეგიონში მცხოვრებ მოხალისეებს შევხვდით. დღევანდელი შეხვედრის თემა იყო მოხალისეობა დადებითი ცვლილებებისათვის. ესეთი პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხვდებით. ეს არის პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახალგაზრდობის სააგენტო საერთოდ ახორციელებს და რომლის ფარგლებშიც გადამზადებული და გადატრენინგებული ახალგაზრდები შემდეგ უკვე თავიანთ რეგიონებში, თემში, სოფელში თუ სკოლებში განახორციელებენ მოხალისეობრივ პროექტებს. ძალიან საინტერესო ჯგუფი აღმოჩნდა იმერეთის რეგიონში. ჩვენ უკვე მოვიარეთ აღმოსავლეთ საქართველო. ძალიან აქტიური ახალგაზრდები არიან საინტერესო ინიციატივებით და ის მხარდაჭერა, რაც ზოგადად აქ იგრძნობა როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და ბატონი მერისგანაც, ნამდვილად აძლიერებს ახალგაზრდებს, ამიტომ რომ მივესალმებ მსგავს დამოკიდებულებებს, თანამშრომლობებს და იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი მოხალისე და უფრო აქტიური ახალგაზრდა გვეყოლება თქვენს როგორც რეგიონში, ასევე ქალაქში. მოხალისეობა არის საკუთარი ნებით უანგაროდ საზოგადოებისთვის კეთილი საქმის კეთება და ეს შესაძლებლობა არის, რაც ადამიანს ეხმარება როგორც თავად განივითაროს უნარები და თვითონ განვითარდეს როგორც პიროვნება, ასევე აკეთოს საზოგადოებისთვის კეთილი საქმეები. ეს გულისხმობს თავშესაფრებში მოხალისეობას, ეს გულისხმობს რაღაცა მიუსაფარი ძაღლების დაპურებას, საზოგადოების იმ თემის გაძლიერებას, რომელიც ამას საჭიროებს სასკოლო სივრცეში თუ არა
სასკოლო სივრცეში, საინტერესო პროექტის განხორციელება, კლიმატის ცვლილებების, გარემოს დაცვის მიმართულებით. მოკლედ ძალიან მრავალფეროვანი მიმართულებები არის, რაც როგორც საზოგადოებისთვის კეთილი საქმის კეთებას უბიძგებს, აი ამას აკიდან ახალგაზრდებს ჩვენთან ახლა არიან 16-დან 29 წლამდე ახალგაზრდები, ასევე თვითონ ინდივიდუალურად ივითარებს პიროვნულ უნარებსა და კომპეტენციებს. ჩვენ Helping Hand-თან წლები არის თანაშრომლობთ და ყოველწლიურად ყავს წლის საუკეთესო მოხალისე. ზოგადად ზესტაფონის მკვიდრი ახალგაზრდები გამოირჩევიან მოხალისეობრივი საქმიანობით. ამჟამად ტარდება მოხალისეობაზე განათლებითი შემეცნებითი სესია და ჩვენ მასპინძლობთ იმერეთის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობას. კერძოდ ეხლა ჩვენთან იმყოფებიან წარმომადგენლები სამტრედიდან, თერჯოლიდან, ვანიდან, ბაღდათიდან და ხარაგაულიდან. შეიმუშავებენ ახალგაზრდები ერთად სამომავლო გეგმებს და შეიძლება მეტი აქტიობა დაიგეგმოს და რა თქმა უნდა ადგილობრივი მერიის ხელშეწყობით, რაც არაკლიათ ახალგაზრდობას განახორციელონ სხვადასხვა მოხალისეობრივი საქმიანობა. ეს პროგრამა განაპირობებს ცხოვრების უკეთეს ხარისხს და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ადამიანები შევიცვალოთ უკეთესობისკენ და არა მარტო საკუთარი თავები შევცვალოთ, არამედ სხვებს მივცეთ იმის мотиваცია, რომ სხვებიც შეიცვალონ და ასე ჩემი აზრით შევცვლით მსოფლიოს ბედს და ვეცდებით, რომ არ გავჩერდეთ ამ წერტილზე, არამედ ვიმოძრაოთ, რადგან მარტო მოძრაობა და მოძრაობა თუ მოგვიტანს იმას, რაც არის ქვეყნის სიცოცხლისა და ღონისმომცემი და უნდა ვაკეთოთ, რა თქმა უნდა, სიტყვა საქმიანი, რომ ბოლოს გამოგვივიდეს საქმე სიტყვიან. ადამიანები, რომელიც განათლებას გვაძლევენ, ჩვენ ეს განათლება არ უნდა დავკარგოთ, რადგანაც თუ ადამიანმა წინსვლა და პიროვნული განვითარება დაკარგა, მაშინ ის ჩამორჩება ყველანაირ წინსვლას, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს ცხოვრებას და ჩვენ თუ კარგები ვიქნებით, გამოვადგებით როგორც ჩვენ თემს, როგორც ჩვენ ქალაქს და ჩვენს ქვეყანას. და ყველა პროფესიას ჩვენ რასაც ავირჩევთ, იმაში უნდა ვიყოთ კარგები და სამაგალითოები, რადგანაც ხალხის სიცოცხლე თუ მაგალითად ვინმე ექიმი იქნება, თუ ანუ რა პროფესიასაც აიესწრებს, იმ პროფესიაში უნდა იყოს კარგი და დღეს ეს დამანახეს აქ ეს ყველაფერი. თითქოს ყველაფერი ახლიდან ვისწავლეთ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრეზენტაციები ძალიან ბევრი მაქვს განაგონი, არასდროს არ არის საკმარისი ის, რასაც სწავლობ. აქ მე ვისწავლე ის კარგი ლიდერობა და კარგი გუნდის წევრობა. მივხვდი, რომ პირველ რიგში სანამ გუნდში მუშაობას დაიწყებ, ჯერ გუნდის წევრებს უნდა გაეცნო და მათგან უნდა ისწავლო თვითონ რა გამოცდილებაც აქვს. ეს დამანახეს ამ ხალხმა ძალიან კარგად. ბევრი რამ შემძინა პრეზენტაციამ, უფრო გავიგე რა არის მოხალისეობა და როცა არ ვიცოდი, რომ აი ამ თემაში მე ვიყავი მოხალისე, გავიგე, რომ თურმე ძალიან ბევრ რაღაცას მოიცავს მოხალისეობა და ბევრის სწავლა შემიძლია ამით. ასეთ პროექტებში ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ, მე თვითონაც ვარ მოხალისე. ძალიან მიხარია, რომ ეს პროექტი არის ჩვენთან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდას აქვს უფლება. ძალიან ბევრი პროექტი გაკეთებული, როდესაც მერია ჩვენ გვეხმარება და ყველაფერში გვიწყობს ხელს. მე თვითონაც ვარ მოხალისე.